გახარია შევიდა პარლამენტში, ის ყოველთვის პარლამენტში იყო შესული. ეს არის ქართული პოლიტიკის სირცხვილი და სამარგალოს სირცხვილი, აი ონჯღორე შესანიშნავი სიტყვა კოლხეთში, სამარცხვინო ონჯღორე, აი სამარგალოს ონჯღორე არის გახარია ყველამ დაეცვალა. თავისი მამით ზაურათი, რომელიც 2000 წელს რუსეთის ფსბ-ს დავალებით აკოწიწებდა სეპარატისტულ ჩემი სამეგრელოს ორგანიზაციას ჭაჭიესთან ერთად, ქართველების დაუძინებით ერთთან ერთად. ასეთი კაცის გაზრდილი შვილი, როგორ იქნება ერის მეგობარი, ერის მოყარული და ერთგული და სიტყვის არ გამტეხი და პრინციპული და უკან დაუხევი. აი, როდის გაიმარჯვებს, იცით, საქართველოს მეგობრებო, როდესაც აი ესეთი შემთხვევითი კიტრები მაპატიო. კიტრი ძალიან გემრიელი რაღაცაა, საჭმელად. აი ესეთი კიტრები აღარ მოხდებიან პოლიტიკას ვერ გაეკარებიან. ეს ასე მოხდეს, ამისათვის თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი ვამპირები და ტირანები, როგორიც არის ივანიშვილი, მისი ხროვა, რომლებიც მერე თავისი გემოვნებით აი ესეთ პერსონებს, სულ ამოცნილებს, ერთუჯერედიან უთამოყარებებს. აბა კაცი, სამხარაძე როცემს, დიმიტრი სამხარაძე. კაც. ეს ბიუჯეტით გავსებული სპინქტერი, ეს უკანასკნელი ქართველი, ეს როცემს, გატირებს. ნარკოტიკული აგზნების მდგომარეობაში რო ხარ. ბათუმში. იმასაც ვერ გაბედა რომ ვიდეო ჩანაწერი ამოაღებიო და გამოძიება ჩაატარებინოდა. მასალები შეგვრო თავდასხმა მოხდა შეიძლება ყოფილი პრემიერი ხარ თუ რაც ხარ. იმასაც ვერ გაბედა, იმიტომ რომ არა გაქვს საკუთარ თავისი მოგ. აბა რა პრინციპებს და რა პოლიტიკურ ერთგულებას გაუწევდა თავის ქვეყანას და ეს 12 მისი აგენტი, ძირითადად ეს ყოფილი კგბ-ში შრომის სუსის მუშაკები, მოსამართლეები და რაცა გაურკვეველი ასევე კიტრებით უსტაფილოები შედიან პარლამენტში ახლა და რა თქმა უნდა უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლიან მეგობრებო. მატარებელი ქოცების და ხოცთა მარიონეტების გავლილია ის უკან არასოდეს აღარ ჩამოუვლის. 10 მილიარდი გააქვს კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისათვის განკუთვნილი უცხოეთიდან ჩამოსული. პარიზში ბინა იყიდა. შვილი გაუშვა სასწავლებლად. თვითონ გერმანიაში იყიდა აპარტამენტები. იქ არის და იქ და მოძრავს აი მე-19 საუკუნის ის რო არის, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული სოფლის მასწავლებლის ტონი.